It is very exciting. Kitury, bo tutaj jeśli chodzi o to pole, to naprawdę jest ekstra. Karnet narciarski na stok, to jest po prostu bajka, Zal, ismის ჩემი. დედაშა საბისთვის არ გაუჩედი. ვაუ, ჩემი კაი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით გუდაურში, რომელიც არის ნომერ პირველი სამთო სათხილამურო კურორტი საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ ვიზიტორების რაოდენობას და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის ყველაზე ძველი კურორტი საქართველოში. გუდაური საქართველოში არსებულ სხვა სათხილამურო კურორტებს შორის ყველაზე ძველი და ისტორიული კურორტია. მისი განვითარება 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ავსტრიელმა სპეციალისტებმა ეს ტერიტორია სათხილამურო კურორტისთვის შესაფერის ადგილად შეაფასეს. პირველი საბაგირო კი 1988 წელს აშენდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა გუდაურში პირველი სასტუმრო მარკო პოლო, რომელიც დღემდე რჩება ევროპელი ვიზიტორების ერთ-ერთ ფავორიტ სასტუმროდ. სათხილამურო ზონა ზღვის დონიდან 2200 მეტრიდან იწყება და 3300 მეტრამდე ადის. აქ ტრასების საერთო ჯამი დაახლოებით 80 კილომეტრს შეადგენს. სხვადასხვა სირთულის ზონებს კი ერთმანეთთან 14-მდე საბაგირო აკავშირებს. გარდა ამისა, გუდაური განსაკუთრებით ცნობილია ფრირაიდ ზონებითაც, ამიტომ კურორტი ერთნაირად საინტერესოა როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის და სნოუბორდერებისთვის. ბოლო წლებში გუდაური განსაკუთრებით პოპულარული გახდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ხოლო ევროპული ქვეყნებიდან კი ლიდერობს პოლონეთი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ევროპულ კურორტებთან შედარებით გუდაური ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ფასების თვალსაზრისით. ამ ყველაფერს კი ემატება კავკასიონის ულამაზესი ხედები, ქართული სტუმართმასპინძლობა და გემრიელი სამზარეულო. 2026 წელი უნდა ყოფილიყო ოქროს ხანა ტურიზმის სექტორში. 2019 წელი ვისაც ახსოვს, შეიძლება იმაზე უკეთესი ყოფილიყო. დამეთანხმებიან ის ხალხი, ვინც მოღვაწეობდა ამ დროს უკვე ტურიზმის სექტორში. თუმცა ამ მოვლენებმა, კერძოდ ირანში მიმდინარეობმა, განაპირობა ბევრი რთული საკითხი, მოხდა ბევრი გაუქმება და გავლენა იქონია გუდაურზე ამ ყველაფერმა. და ზოგადად საქართველოზე. როგორც მაკამ უკვე მე რატომ ჟურნალისტი? დიახ, ზალ, ისმის ჩემი. როგორც მაკამ უკვე თქვა, 2026 წელი უნდა ყოფილიყო ოქროს ხანა საქართველოში. ეს მოლოდინი ქონდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილს და ყველა ძალიან დიდი იმედებით და შემართებით იყო ამ სეზონთან მიმართებით. სამწუხაროდ ის რეალობა მივიღეთ, რაც მივიღეთ, თუმცა ჯერ კიდევ მთელი სეზონი წინ არის, თუმცა რა მოხდა გუდაურში, ამას დღეს ხო, რაც შეეხება გუდაურის ნაწილს, სეზონი დაიწყო ძალიან მაგრად, იყო ძალიან ბევრი ვიზიტორი და იანვარი და თებერვალი გადაჭარბებით მუშაობდა პრაქტიკულად, ოვერბუკინგებით და ფასებზე, აღარაფერს აღარ ვიტყვით, თუმცა ერთ დღეში შეიცვალა ყველაფერი და მარტში უკვე დაბალი დატვირთულობა არის მარტიდან პრინციპში. ხო, ამიტომ ჩვენ გავესაუბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან უშუალოდ დაკავშირებული გუდაურის სეზონთან და ზოგადად სამთო სათხილამურო სეზონთან ამ ნაწილში, საქართველოს ამ ნაწილში და მოვისმენთ მაგათგან კომპეტენტურ აზრებს თუ რა ხდება, როგორი სიტუაციაა, რათა რეალური მაგალითების საფუძველზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. თან ულამაზესი ხედი არის ამასობაში, ნისლში მოვედით და ეხლა თითქმის გადაწმენდილია. აუ, მართლა რა ლამაზია. ხო, ძალიან ლამაზია, მაგ. რა ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. რატო ჩამოვედით ზოგადად მაკა გუდაურში? ანუ ძალიან დიდი ხნის წინ ხო დავგეგმეთ ეს ყველაფერი, სანამ ომი დაიწყებოდა. და გითხარი, რომ აი როგორი გეგმებით ვიყავით და მაინც რატომ ჩამოვედით მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონი რაღაცნაირად დაპაუზდა. გარდა იმისა, რომ ჩვენ გუდაურში ვართ საქმეზე, ეს ყველაფერი
მაჩუკა ერთმა კარგმა ადამიანმა სოსომ ჩვენი ტრიფი დაასპონსორა, მეგობრებო, მიბაძეთ, მოგწერეთ აუცილებლად ნებისმიერ პლატფორმაზე და შეგეხმიანებით. დაგიბრუნდებით. და აუცილებლად სოსომ, შევთანხმდებით პირობებს. და მისი კომპანია არის ტურლიდერი. მადლობა ტურლიდერს დღევანდელი ტრიფის სოსო love. დასპონსორებისთვის. კარგი ხალხი უნდა იყოს ბევრი და უნდა გქონდეს ბევრი ფული. ხო, ამიტომ მეგობრებო, ჩვენ კი არ შეგეხმიანებით კომპანიებს, რომ რაღაცა ესეთი პროექტით ვართ და ასე შემდეგ. თქვენ მოგწერეთ, რომ გაინტერესებთ ჩვენთან თანამშრომლობა, არა ვართ ცუდი ხალხი, ხო მაგა? ვერაფერს გარდა ამისა გვაქვს მთელი კონტენტი მზად თუ რა როგორ გვინდა რომ წარმართოთ ჩვენი პოდკასტის და ჩვენი YouTube არხის ფარგლებში შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მთლიანი კონტენტის და პროექტის შინაარსი და დეტალები, მაგრამ თქვენ მოგწერეთ თუ ხართ რა თქმა უნდა დაინტერესებული. აქტიურად ვეძებთ სპონსორს. გაიმარჯვებ საუკეთესო. მადლობა ნიკა. ჩვენი არხის განვითარებისთვის ძალიან გვჭირდება ფინანსები. ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი ფინანსებით, საკუთარი რესურსით. გვყავს კარგი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი გამოჩნდება, იმიტომ რომ მართლა გვინდა რომ კარგი საქმე გავაკეთოთ ტურიზმისთვის, ხო, რეალურად. ვისაუბროთ მეტ პრობლემებზე, უფრო მეტი რაღაც ინფორმაცია მოვიტანოთ თქვენამდე და გაგაცნოთ საქართველოს და ტურიზმის შიდა სამზარეულო. გუდაურის ყველაზე დიდ პრობლემებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, ხო მაგა? კი და პირველი არის და თვალნათლივ ჩანს, ეს არის გზა, ინფრასტრუქტურა. მეგობრებო, ჩვენ ვართ გოგასთან სტუმრად მარკო პოლოში. და რამოდენიმე კითხვას დავუსვამთ. ვინ არის გოგა, ესეც უთხრათ ჩვენს მარკო პოლოს. გოგა არის სასტუმრო მარკო პოლოს საოპერაციო მენეჯერი, ხო სულ? კი ბატონო. რამე სხვა არ წამოვიდეს და მარ მიყიოს. აი მარკო პოლოსთან დაკავშირებით ვიკითხავ, ყველაზე ძველი სასტუმრო არის იდეაში გუდაურში და აი ასე თუ ისე, ანუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი, ნებისმიერი ბაზრიდან, რა ვიცი, ევროპა იქნება, აზია თუ ასე შემდეგ, როცა გუდაურზე არის საუბარი და სათხილამურო სეზონზე, მარკო პოლო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმროა. აი შენი აზრით რა არის ამის მიზეზი? რასთან არის ეს კონკრეტულად დაკავშირებული? შენ როგორ ვფიქრობ? მარკო პოლო მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი უძველესი სასტუმროა გუდაურში, პირველი სასტუმრო არის, რომელიც გაიხსნა 1988 წელს. ეს იყო ავსტრიული კომპანიის მიერ აშენებული და დაარსებული სასტუმრო და თავისი სტანდარტები შემოტანილი. დასავლური სტანდარტები, რასაც ვინარჩუნებთ, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ და უფრო განავითაროთ. შესაბამისად, სასტუმროც ისე არის აშენებული და მორგებული სკინსკი აუძზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა, რომ ჩამოდიან სასრიალოდ, რომ იყოს ეს სერვისი. შესაბამისად, ყველანაირად არის სასტუმროში ის სერვისები არის ჩაშენებული, რომ აი სტუმარი როდესაც ჩამოდის, არა მარტო სრიალით, არამედ სხვა კუთხითაც სიამოვნებს და ატარებენ. კი, გვაქვს ყველანაირი გასართობი სივრცეები არის. ბოულინგი, ბილიარდები, ტენისის კორტი გვაქვს, ღია და დახურული პადელი, ასე რომ მხოლოდ სრიალი არ არის, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და დაისვენოთ მარკო პოლოში. გოგა, იცი რა მითხარი? 2026 წელს როგორი მოლოდინები გქონდათ? სანამ დადგებოდა 2026 წელი? სანამ დადგებოდა 2026 წელი, პირველ რიგში 2025 წელი რომ მოვიხილოთ, ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, სრული წელი, საკმაოდ დიდი დატვირთვით დავხურეთ წელი და რა თქმა უნდა დიდი მოლოდინები იყო 2026 წლისთვის. სეზონი დაიწყო სადღაც 15 დეკემბრიდან და დატვირთულობით, მაღალი დატვირთულობით შევედით ზამთრის სეზონზე. იანვარი საკმაოდ კარგად დაიხურა, თებერვალიც ძალიან კარგი თვე იყო, როგორც შემოსავლის, ასევე დატვირთულობის და სტუმრის რაოდენობის მიხედვითაც, შესაბამისად მარტიც ძალიან კარგი მოლოდინები იყო. თუმცა სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო შედარებით შემცირდა სტუმრების რაოდენობა, მაგრამ მაინც პოზიტიურად ხურავთ სეზონს. სეზონი მთავრდება ალბათ 15 აპრილისთვის
ასე რომ კარგი სეზონი შედგა გუდაურში მაინც. როგორც საოპერაციო მენეჯერი, შენი სამუშაო დღე როგორი არის? რთული სამუშაო დღეა, იწყება დილიდან, რა თქმა უნდა, დილის 9 საათიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუზმე, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საუზმეს ხარისხი სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი საუზმე ნიშნავს კარგ პოზიტიურ დღეს. შესაბამისად, საუზმის კონტროლი, სერვისის კონტროლი, თუ როგორ ემსახურებიან სტუმრებს, როგორი ფიდბექებია, რა თქმა უნდა, სტუმრებთან ურთიერთობა მაქვს, ვკითხულობთ რა მოწონთ, რა არ მოწონთ, რომ ყოველდღიურად მუშაობთ, რომ გამოვასწოროთ, რა თქმა უნდა, და სტუმარი კმაყოფილი წავიდეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, გრძელდება შეხვედრა, დილის შეხვედრა, ბრიფინგი, კი ბატონო, მენეჯერებთან, ჰედებთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავნერგეთ ესეთი ტრადიცია, walk-around-ი, მოკლედ სასტუმროს ირგვლივ შემოვლა დეპარტამენტის მენეჯერებთან, ჰედებთან ერთად და შესაბამისად, თუ რა მეხარვეზი არის, მუშაობა იმ ხარვეზების აღმოსახრელად. რა თქმა უნდა, რადგან გუდაურში ვართ და თბილისის ოფისი არის მოშორებით, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩართვები ყოველდღიურად head office-თან და ნუ ეს არის ყოველდღიური რუტინა, ოპერატიული სამუშაო. ნუ სტუმრთან კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტუმრისგან გებულობ რა ჭირდება სასტუმროს, რა უნდა გამოსწორდეს. და შემდეგ ამ ყველაფრის მიმოხილვა დეპარტამენტის უფროსებთან საღამოსაც ხდება შეხვედრები, რა თქმა უნდა. ყველაზე პოზიტიური ფიდბექი რაზე მოდის ხოლმე? ყველაზე პოზიტიური ფიდბექი მოდის სტავზე, რაც შევცვალეთ, ადრე არ მოდიოდა, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობის შედეგად, ბევრი ტრეინინგის შედეგად შეიცვალა ეს მიდგომა და თანამშრომლებზე ძალიან კარგი ფიდბექი მოდის, ასე რომ მიხარია, რომ რაღაც კუთხით ეს განვითარება შემოვიტანეთ სასტუმრო მარკოპოლოში. აი კადრებთან დაკავშირებით ზოგადად როგორ არის? ანუ კადრების გადინება სასტუმროში რამდენად აქტუალურია თუ ასე თუ ისე მაინც და ხდება რომ შეინარჩუნოთ ეს კადრები ცოტა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კი, სხვათაშორის იყო ეს პრობლემა, დიდი turnover-ი იყო, ანუ თანამშრომლების გადინება იყო. რადგან სეზონურად უფრო მეტი თანამშრომელია გვყავს, სეზონური თანამშრომლები, ну, მაგათი გადინება, რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, იმიტომ ხელშეკრულებებსაც ანალოგიურად სეზონურად უკეთებთ, მაგრამ არის ის თანამშრომლებიც, რომლებიც ვინარჩუნებთ სეზონის შემდეგაც, ზაფხული სეზონისთვის, რადგან მარკო პოლო ყოველ წელს მუშაობს, ყოველწლიურად, ყოველი თვე არ არის ჩაგდება, რომ თქვა რაღაც თვე არ მუშაობდეს. შესაბამისად, ძირითადი გუნდს ვინარჩუნებთ და სეზონურად, რა თქმა უნდა, ვიმატებთ და შემდეგ სეზონის დასრულების შემდეგ უშვებთ თანამშრომლებს. აი ბოლო წლების განმავლობაში, უფრო პანდემიის შემდგომ პერიოდში, აი რა სიახლე სერვისი გადაინერგა თქვენ სასტუმროში? კი, ნუ პანდემიის შემდეგ ავაშენეთ როგორც დახურული, ასევე ღია პადელი, ასევე გავაკეთეთ გარეაუზი და ძალიან კარგი ფიდბექებსაც ღებულობთ გარეაუზთან დაკავშირებით, რადგან სრიალის შემდეგ ყველა ცდილობს, რომ რაღაცა დაისვენოს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის სპაზონა, სადაც სრულად თოლში არის მოცული ყველაფერი და ცხელ აუზში რელაქს ჩელენჯებთან ოთახში. ხო, ეს ჩელენჯი რო არის ყინულიანი აბაზანის ხალხო თავს მოიკლავთ თბილ აბაზანაში ჩატარებით. ხო, ჩვენ მე და მაგამ გადავწყვეტეთ ჩვენი ჩელენჯი, ესე უბრალოდ გავაკეთეთ. არ მომეცა საშუალება. ჩავწვევით ცხელ აბაზანაში, სანამ არ ავალთ 100,000 ფოლოვერი. ასე რომ მოიწონეთ მეგობრებო, რომ ავიდეთ 100,000. აუ, როიალი არის, ხო, რო ვიცოდე დაკვრა. ხო დაუკრავდი. მაგრამ არ ვიცი. აი, ანის ვკითხავს ამაგიეროთ რაღაცას. ანი ყველაზე სასაცილო კითხვა რა დაუსვამს სტუმარს შენთვის? რა არის ყველაზე ესეთი პრაქტიკა კითხვებთან დაკავშირებით? ძირითადად ჩვენი ტერიტორიიდან გამომდინარე ხშირი კითხვები არის, გარეთ როგორი ამინდია, როდის მოთოვს, როდემდე ითოვებს და ასე შემდეგ. ეს აქ რო არიან ხოლმე უკვე სტუმრები თუ რო რეკავენ? რამდენიმე თვით ადრე რეკავენ, აინტერესებთ, ვიცით ორთვეში იქნება თუ არა თოვლი ან რამდენიმე გაგრძელდება თოვლი და მე რას პასუხობთ ხოლმე, ცას უყურებთ თუ როგორ? კი, ხას უსმენთ, რომ ეს არის ამინძე დამოკიდებულად ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვწყვეტავთ ითოვებს თუ არ ითოვებს. და ის ქარი რო არის ხოლმე
ესე რომ ამოწმებენ, ესე არაკეთებთ ხოლმე რამე თოვლზე არ არის რამე კი, რამე აქაურების ისტორიას ხსავთ რომ სახსრები რო გმოტეხილი რაღაცა და ხო რაღაც ხელი მტკივა მოთხოვს. ეგეთი რაღაცა არ რაღაც არის. გადაირბინა და ესე იგი კაი ცხოვრება იქნება. ამოვწეროთ ცოტა. გაგვეცანი თუ შეიძლება პირველ რიგში. მე კარლო მანჩხაშვილი ვარ, სასტუმრო მარკო პოლო შეფს ზარაული. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რომელი კერძები უფრო მოსწონთ სტუმრებს, უცხოელებს ვთქვათ? ძირითადად საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ყველას მოწონს ქართული კერძები. ძალიან მოთხოვნადია ქართული კერძები. თუმცა არჩევანი გაქვთ ხო როგორც რა თქმა უნდა, გვაქვს შერეული მენი გვაქვს როგორც ქართულები, ასევე ევროპული ძირითადი კერძები, რომელიც საქართველოში პოპულარულია. ძირითადად ყველგან ესეთ მენიუზე მუშაობთ, ყველა მზარეული ეგრე მუშაობს, ყველა შეფს ზარაული ესე აკეთებს, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ქართული კერძები გქონდეს მენიუში. რომელიმე ხო არ არის ისეთი ერთი კონკრეტული კერძი, აი ტოპ კერძი, თუ არის ეგეთი რა თქმა უნდა, რომ აი ყველაზე მეტად მოთხოვნადი რაც არის. საქართველოში უცხოელებისთვის ერთ-ერთი გაყიდვადი კერძია ხინკალი. ძალიან მოსწონთ ყველას და ვცდილობთ რომ გქონდეს ყოველთვის მენიუში. ქართული რაღაც მოდერნიზირებული კერძები გვაქვს, ასევე როგორც ხინკალიც გვაქვს, რაღაც გვაქვს. ხინკლის წვნიანი, რომელიც დღეს დავაგემოვნეთ სხვათა შორის და ძალიან მოეწონა მაკას. კი, უბრალოდ ვცდილობთ რომ თლათ არ იმავსკნათ რაღაცა. შეუცვალოთ ხინკლის იერსახე საერთოდ არ შევცვალოთ. ხო, ნუ ავთენტურობაც რომ შეინარჩუნოს. სტაფის პრობლემა თუ არის გუდაურში კი, ზოგადად? რა თქმა უნდა, მარტო გუდაურში არ არის სტაფის პრობლემა, ზოგადად მომსახურების სფეროში ძალიან დიდი პრობლემა არის. სტაფის პრობლემა, ასევე პროფესიონალი კადრების და ასევე არ არის სასწავლებლები, სადაც კი არის რამოდენიმე სასწავლებელი, მაგრამ ჩემი აზრით იმდენად საქართველოში იმდენად განვითარებულია მომსახურების სფეროში, რომ ჩემი აზრით უფრო მეტი სასწავლებელი უნდა იყოს, რომ ბევრი პროფესიონალი კადრები მომზადდეს. მოგესალმებით მეგობრებო. ფანჩეთი, ხო, დღეს ვიმყოფებით სტეფანწმინდაში, გადაწყვეტეთ სტეფანწმინდაში გამოგვესეირნა. ცოტა ბევრი ადრენალინი იქნება დღეს. ყავს პატარა მეგზური გაგვეცანი. გამარჯობათ. სად ხარ იცი? წედალწინდაში. მაგ მიხარი რამე? ფერფქთალი სახე გაქვს. ესპეფილისია რომ ეხა სოფელ გერგეთში ვიმყოფებით უკვე და მივდივართ სოფელ სახელდა მოვიწა, მაგრამ მე მოგვიანებით მძღოლს ვკითხავ და გავიხსენებთ რა. და მეგობრებო, როგორც იცით, ეს მხარე ძალიან ცნობილია მინერალური წყლებით, რომელიც ბლომად არის მთებში და ერთ-ერთი ესეთი ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ეძახიან ვეძაი. რაღაცა იცი როგორ ჟღერს? აი ესე მგონია რა, რაღაც ეგეთი ისინი უნდა გავაკეთო მოძრა კუნინძა. მოვიფიქრე მაკა ჩელენჯი. ჩელენჯი სანამ 100,000 გამომწერამდე არა ვალთ მეგობრებო, მოდი ვთქვათ ეხლა. მეგობრებო, მოკლედ დღეს ესეთი ჩელენჯი მოვიფიქრეთ, რომ მაკა ტანსაცმლით ჩავა სიუწყა. არა, ჩვენ გვაქვს ესეთი ჩელენჯი. აბა ჩელენჯი. არ ჩასვლა ცივწყალში. ხო, სანამ 100,000 გამომწერამდე არ ავალთ, არ ჩავალთ. არ ჩავალთ. ხო, მანამდე არ ჩავალთ. თუ ავალთ 100,000 და ჩავალთ ვაფშე გაყინულ წყალში. წამოდი მაკ. ეხა მეგობრებო, უნდა გავსინჯოთ მინერალური წყალი. მიდი მაკუ, მიდი. კაი, ხო, მართლა კი არ მეშინია. აბა თუ მოგეწონა. გამიქრა. მინდოდა მეთქვა. ის საშინელება, ეს ბევრად უკეთესია. არა, ეს ბევრად უკეთესი დასალებია იმაზე. ახლა ვიმყოფებით სოფელ ფანშეტის გვირაბებში.
ზემოთ დაანახე გვირაბები, თუ შეიძლება ოპერატორო ოპერატორი დაგვანახებს ეხა გვირაბებს. ეს არის სოფელ ფანშეტის გვირაბები. შიგნით არის იმის ნიშნები, რომ აქ ადამიანები შეიძლება ცხოვრობდნენ, ან შეიძლება ბერები ცხოვრობდნენ, ან რაღაცა პერიოდით მოდიოდნენ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არის შიგნით რაღაც ხატებიც კი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც შესაძლოა აქ ადამიანები ცხოვრობდნენ. ეხა კი შეგვიძლია დავტკბეთ აი ამ ლამაზი ხედებით. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სნოში, ესეთ განსაკუთრებულ ადგილას, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესოა და შეგვიძლია მოყვეთ პატარა ისტორია ამ გიგანტური ქანდაკებების შესახებ. ეს იდეა ეკუთვნის მერაბ ფირანიშვილს, რომელიც სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში მოქანდაკეობას და იყო ასევე მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი მოქანდაკის მოწაფე, რომელმაც მას ურჩია ეს პროფესია და მერე მოწაფედაც აიყვანა. და რომელიც არის ამ სოფლიდან. რომელიც დიახ, წარმოშობით არის სნოდან, მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული მიდგომები და ცოტა სხვა ტექნიკა, სიმართლე გითხრათ, არ უნდოდა ესე სტანდარტული ქანდაკებების კეთება, უნდოდა რომ რაღაცა ღია ცის ქვეშ ასეთ ტიპის პროექტებზე ემუშავა. და მისი იდეა იყო, რომ დაახლოებით 500-მდე გიგანტური ქანდაკება გაეკეთებინა ამ ადგილას. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ეს არ არის დასრულებული პროექტი, თუმცა იდეა იყო ის, რომ საქართველოს ისტორია ყოფილიყო წარმოჩენილი ამ ადგილას. და გარკვეულწილად ალბათ გამოუვიდა, იმიტომ რომ აქ არის ილია, შოთა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველა და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ თუ აღმოჩნდებით ასევე სტეფანწმინდაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, აუცილებლად გამოისაერნეთ, რომ თქვენი თვალითაც ნახოთ. ილია, ვაჟა, აკაკი, შოთა და გალაქტიონი. თუ როგორ არის? ხევანდელ თავგადასავალზე რა აზრის ხარ? რას ეტყოდი ჩვენს მაყურებელს ზოგადად? ჩვენს მაყურებელს ვეტყოდი, რომ გამოსცადონ ეს გასეირნებაც აუცილებლად. ხო, მე ერთ რაღაცას დავამატებ. ანუ ჩვენ ხო ზოგადად იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს ვანახოთ ეს რაღაც underrated ადგილები იქნება თუ შიდა სამზარეულოში რომ ჩავახედოთ, ესე იგი ტურიზმის და ესეთ ადგილებში როგორც წესი შიდა ტურიზმის ფარგლებში ადამიანები ქართველები მით უმეტეს არ მოგზაურობენ. ანუ შეიძლება ვიღაცა ყაზბეგში ჩამოვიდეს, სტანდარტულად ავა გერგეძე და მან მთავრდება ყველაფერი და ამ დროს ბევრი უფრო სხვა საინტერესო ადგილებია ირგვლივ. ჯუგო. მოგვიყვეთ ჩემთან. ვაი, კიდე შენ მოფერება კიდე. Cześć. Cześć. Pierwsze pytanie takie. Jak wam podoba w Gruzji? Nam się bardzo podoba w Gruzji. Jesteśmy trzeci raz. Drugi raz w Gudauri, na nartach, jeździmy skiturowo, więc typowo narciarsko. Tak jak jest pierwszy, ja też jestem trzeci, nie? I 2 razy w zimie i raz w lecie. I zajmujemy się wspinaczką i po prostu freeridem, jeździmy na nartach. Jakie wrażenia? Jeżeli chodzi o Gruzję, o Gruzinach i tak dalej? Bardzo pozytywne. Wszyscy bardzo otwarci, przyjaźni, dobrze nastawieni. No krajobrazowo to już w ogóle jest super. Bardzo nam się podoba. Jeśli chodzi o skitury, bo tutaj jeśli chodzi o to pole, to naprawdę jest ekstra, więc bardzo nam się podoba. Jak wygląda w Gruzji? No to cenowo powiedziałbym, że jest tak porównywalnie powiedzmy do Polski, tak? Też właśnie tak powiedzmy, no porównując ceny piwo 20 zł, no to jest takie standardowe. Piwo. Najważniejsze. No każdy to pije, to jest taki wyznacznik, tak? Jeżeli chodzi o karnet, na przykład karnet narciarski na stok, to jest po prostu bajka, bo za 5 dni, kurde, za 400 zł to... და ამ დიდებული ხედების ფონზე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მადლობა!